ჩვენ არ გვჭირდება გაურკვეველი წარმომავლობის პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაცა მარტივ ენაზე რო ვთქვათ, აცაბაცა ლაპარაკობენ, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარში უნდა დავდგეთ 4 ოქტომბერს, უნდა მობილიზდეთ, უნდა ვიყოთ იმედიანად, უნდა მოვემზადოთ აბსოლუტურად მშვიდობიანად ივანიშვილის დასამხობად, მშვიდობიანად როცა ვამბობ, დიახ, მე მაგალითად ჩემს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვიქნები აქციაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ 100,000-ობით, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივი იქნება ყობახიძემ, დინარაძე, ოხანაშვილ, ივანიშვილის კრიმინალური ბანდის დასრულება, რაც უფრო მობილიზებულები ვიქნებით, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა არაერთხელ, რომ ხელი აღმართა ქართველზე, რომ გაიტაცა, რომ აწამა, რომ სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველზე, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და უნდა ესმოდეს და ესმით დარწმუნებული ვარ ივანიშვილს და მის კრიმინალურ ბანდას, რომ თუ ისინი ქართველი ხალხისკენ გაიწევენ, ისინი მიიღებენ მრისხანებას. დიახ, ქართველი ხალხის მრისხანებას მიიღებენ და მე ვწუხარ, რომ გარკვეული ადამიანები, პოლიტიკოსები რო ქვია და ოპოზიციონერები, ნაცვლად იმისა, რომ აი ცეცხლი გავაღვივოთ, ცეცხლი დავანთოთ 4 ოქტომბერზე, ესე ვთქვათ, მოტივირებულები ვიყოთ, რაღაცა წყლით დარბიან. თუმცა ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გავავრცელოთ ეს ვიდეო, თავად ჩაწერეთ 4 ოქტომბერზე მიმართვა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები. შეიძლება რომ სექტემბერში დავასრულოთ ივანიშვილი, მაგალითად 4 ოქტომბრამდე. ცხადია შეიძლება. შეიძლება რომ პირობითად ბრძოლა დაგვჭირდეს 4-შიც, 5-შიც, ცხადია შეიძლება, თუმცა შესაძლებელია ნახევარ საათშიც დამთავრდეს ეს რეჟიმი.